განწყობა კარგი არის, იმიტომ რომ რა ვიცი, მოვედი აქამდე, აგერ უკვე 1 წელი გადის ხვალ ზუსტად, რაც სახლში არ შევსულვართ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ და ამიტომ, რა ვიცი, ისეთი შემართება არის, ისეთი ძალიან ბევრი რაღაც გავიარეთ ამ პერიოდში და ხვალ იქნება თითქოს რაღაცა ერთ-ერთი, მე ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაცა ჩემთვის შემაჯამებელი დღე არის, ჩემთვის გრძელდება ხვალის შემდეგაც გრძელდება 29-30-იც და ასე შემდეგ, მაგრამ ხვალ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე და თუ ბოლო მოვლენებს შევაჯამებთ, აუცილებელი დღე არის იმისთვის, რომ ისევ დავდგეთ ერთად და ერთმანეთი დავინახოთ. ხო, ეს ერთგვარი სადემონსტრაციო დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ნება. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? რამდენად მასშტაბური იქნება ამ ნების გამოხატვა ხვალ 28 ნოემბერს? ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და რა თქმა უნდა რომ იმედი მაქვს დიდი, იმიტომ რომ ვიცი მე ძალიან ბევრი ადამიანის და ძალიან ბევრი მოქალაქის განწყობა ზოგადად ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ამიტომ ხვალინდელი დღე არის ზუსტად მათთვისაც ასევე იმისთვის რომ თავისი ხმა დააფიქსირონ და აჩვენონ ერთმანეთს საკუთარ თავებს რომ არ ეგუებიან იმ უსამართლობას რაც ქვეყანაში ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში და ყოველდღიურად ეს უსამართლობა მძიმდება და მძიმდება. ამიტომ მე მგონია რომ არანაირი არგუმენტი იმის რომ რატო უნდა დავრჩეთ სახლში არ არსებობს. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ეს ადამიანები თავის პროტესტს გამოხატავენ ჩვენთან ერთად. ხო, ხვალ ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბებით რუსთაველზე ისევ იქ სადაც დაიწყო ეს ყველაფერი და ვიტყვით რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. ირაკლი, აუცილებლად უნდა გთხოვოთ შეაფასოთ ეს განვლილი 1 წელი თქვენთვის პერსონალურად რა გამოწვევები იყო ამ წლის განმავლობაში და როგორ ფიქრობთ რამდენად ვართ მზად იმისთვის რომ ეს პროცესი ბრძოლა საქართველოს ევროპული კურსისთვის თავისუფლებისთვის ხანგრძლივობის შემთხვევაში იყოს გამძლე ისევ ისეთი მტკიცე როგორიც ახლა. მე მგონი ეს დავამტკიცეთ უკვე, იმიტომ რომ 1 წელი არის ეს გრძელდება და ყოველდღიურად ამას ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ამ 1 წლის განმავლობაში გამოვიარეთ და არ გამოგვივლია ცოტა, აქ იყო, რა ვიცი, ადამიანები სიკვდილს არიან გადარჩენილები სასწაულით მართლა, ნაწილი ზის სრულიად უსაფუძვლოდ ციხეში, ნაწილი არის ფინანსური ჯარიმების ქვეშ, ნაწილი არის ნაწამები და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი უსამართლობებს, რაც ამ 1 წლის განმავლობაში მოხდა. და ის რომ ამას არ ვეგუებით, მე მგონი ამ ხალხმა, რა ხალხიც დღეს კიდევ დგავართ რუსთაველზე, მე მგონი ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ და რა ვიცი, ჩემი სურვილი და ჩემი მდგომარეობა არის ესეთი, რომ გავაგრძელებ ბრძოლას იქამდე, სანამ ფიზიკურად შემიძლია. დანარჩენებმა, არ ვიცი, თვითონ დანარჩენი ხალხიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და გააკეთებს იგივეს, რასაც აკეთებენ, მაგრამ რაღაცას ხაზზე მინდა გავუსვათ ბოლო პერიოდის ხო რაღაცა ყოველდღიურად მართლა იმდენი ხდება, რომ რეჟიმი ამაზე ძალიან კარგად თამაშობს. ყოველდღე აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ წინა დღის თითქოს დაგავიწყოს, უბრალოდ წინა დღეს რაღაცა წინა დღის უსამართლობას ფასს უკარგავს, იმით რომ ყოველდღიურად ამეორებს და აუარესებს მდგომარეობას. ეხლა ბოლო პერიოდის რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ერთ-ერთი არის მაგალითად ემიგრანტების თემა. მათ დააჯერეს რომ აქ საქართველოში მოსახლეობას რაღაცნაირად არ ვიცი თითქოს რაღაცა ნაწილს დააჯერეს რომ მათ არ უნდა ქონდეთ უფლება ხმის მიცემისა. ამ ხალხს მინდა შევახსენო რას ნიშნავს საერთოდ შენი ქვეყნის საელჩო სხვა ქვეყანაში. ეს არის შენი ტერიტორია და ის რომ საქართველოს მოქალაქეს შენ ტერიტორიაზე ნებისმიერ ქვეყანაში აუგზავნო ხმის მიცემა არის იგივე რომ აი აქ მაგალითად ეხლა ხვალიდან მოუნდეთ და უბნურად აგვიგზავნონ ხმის მიცემა. ეს არის ერთი. მეორე არის ის რომ ასევე პროპაგანდა ამუშავებს იმას რომ თუ არ დააშავებ არ დაგიჭერ, დადექი და არავინ არ დაგიჭერს. ასევე ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო 2 დღის წინ მაგალითად ჩემი მეგობარი რეზი პეტრიაშვილი რომელიც ყოველთვის დგას ხოლმე ტროტუარზე მიდიოდა ბრუნდებოდა სახლში და მანქანასთან რომ მივიდა დახვდა დაახლოებით 5-6 მილიციელი, რომელმაც უთხრეს სახელი და გვარი და მას შემდეგ რაც რეზი უთხრა სახელი და გვარი და რეზი არ არის არც აქტივისტი, არც პოლიტიკური ფიგურა, არაფერი მსგავსი არის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც მართლა მშვიდობიანად აპროტესტებს. ამ ადამიანს გამოკითხეს სახელი და გვარი, სახელის და გვარის თქმის შემდეგ წაიყვანეს განყოფილებაში გასაუბრების მიზნით, შემდეგ დარეკეს და თქვეს რომ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მას ახლა თან მოწმეები, რომლებიც ამბობენ რომ არანაირი დაუმორჩილებლობა საერთოდ, მადლობა, საერთოდ არანაირი დაუმორჩილებლობის ადგილი არ ქონია პირიქით
და ხო, ეს არის ერთ-ერთი. ამიტომ განცდა ყველაფერი ერთად რო შევაჯამო, განცდა არის, რაც გვაქვს საქართველოს მოსახლეობას, არის ის რომ დაგვრცინიან და ჩვენი პასუხი არის იმას, რომ დაცინვას არ შევეგუებით მოქალაქეების დაცინვას და არ შევეგუებით ქვეყნის დაცინვას. ეს არის მთავარი სათქმელი და ხვალ ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. ხო, ერთია რომ დაგვრცინიან, მაგრამ რეჟიმმა ნიღაბი ჩამოიხსნა ბევრი მიმართულებით, სიყალბე, მისი, ასე ვთქვათ, სიცრუე გვიჩვენა ეს ყველაფერი ჩვენს წინაშე, აი თქვენ საუბრობდით ახლა დაკავების ერთ-ერთ მაგალითზე, დათა ქაშიაშვილიც ასე მშვიდად იქცა აქციაზე და დააკავეს უმიზეზოდ და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმედ პოლიციელი რომ მოიყვანეს, დათა ქაშიაშვილისკენ იშვება ხელს და სულ სხვა სახელსა და გვარს ამბობდა და პროკურორმა შეახსენა, არა, ეს დათა ქაშიაშვილიაო და იგივე ჩვენება გაიმეორა. კი ბატონო და სახელი და გვარი შეცვალა და რასაც ამბობდა იგივე გაიმეორა. ანუ არა აქვს ამ სისტემისთვის მნიშვნელობა ვინ იქნება იქ, ხო? ყველანი ვართ სამიზნე. ამას გულისხმობ. ხო, სახელების და გვარების გარეშე. დაწერილი ტექსტი, ცრუ ჩვენებები ყველასთვის ერთია. ხვალ გაიმართება სინდისის პატიმრის 11 სინდისის პატიმრის სასამართლოს ხდომა სააპელაციო სასამართლოში პირველ საათზე, ვისაც შესაძლებლობა გექნებათ აუცილებლად სოლიდარობის ნიშნად ალბათ მიხვალთ და მათ შორის ამ 11 პატიმარს შორის არის ანდრო ჭიჭინაძე და მოდით ანდროს და სხვა ბიჭებს სინდისის პატიმრებს ზია ამაღლობელს ყველას ვინც ახლა ციხიდან გვიყურებს რუსთაველიდან გააგონეთ თქვენი ხმა და აუცილებლად ამის შემდეგ უკვე სტუდიაში სხვა სტუმრებთან გადმოვიდეთ. მე დარწმუნებული ვარ რომ იციან, იმიტომ რომ სულ ვცდილობ ხოლმე რომ ანდროს მივაწვდინო ხმა, ნუ გარდა იმისა რომ ყველა პროცესი ვარ დასწრებული და ამ ანდროს პროცესზე მაქვს ყველაზე მეტი ეს მსგავსი უსამართლობები ხარ რაზეც თქვენ თქვით სასამართლოს ხომასთან დაკავშირებით ესეთები მაქვს ნუ არ ვიცი ძალიან 9 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ამას უყურებდი ყოველ ხდომაზე და არ ვიცი მე მინდა შევახსენო პატიმრებს და ვიტარწმუნებული ვარ რომ იციან, მაგრამ მინდა რომ იცოდნენ რომ არ გვაუჭდებით ყოველთვის ვართ თქვენ გვერდზე და თქვენი მანდ ყოფნა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი რატომაც არ ვჩერდებით და რატომაც ვიბრძვით ყოველდღიურად და თქვენს გვერდით ვართ. ვითესმინე